გამარჯობათ, შემოგამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს. მას ასე წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, როგორია ვიზუალურად, თქვით მისი სახელი, წარმოთქვით გულში და დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ადამიანი? ნახოთ მისი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ. ვინ არის თქვენი ადამიანი? მარკო, გამოდი აქეთ, რა თქმა უნდა, ვიდეოს ჩაწერის დროს გააქტიურდა ჩემი კარტა. ესე იგი, თქვენი ადამიანი ამ მომენტში შეიძლება არის თავისთვის დისტანცირებული, შეიძლება უბრალოდ წასულია, ასე ვთქვათ, თავის საქმეებზე, ან სამსახურის თემაზე, სამსახურის საქმეებზე. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ამ მომენტში, რაღაც პერიოდი არ გაქვთ კომუნიკაცია, არ გაქვთ ურთიერთობა. ასევე თქვენი ადამიანი არის ის, ვინც ბევრს ფიქრობს, ძალიან სწრაფად და კარგად აზროვნებს, ამავე დროს არის რეებს ეკეთე, ამავე დროს არის მისაკუთრე ადამიანი, შემგროვებელი და მატერიალურ, ასე ვთქვათ, დოვლათზე ორიენტირებული. ამ მომენტში ასე ჩანს, ასეთია ძვირფასებო. თუ ამოიცანით თქვენი ადამიანი, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ადამიანი, გადი. თუ სრულიად სხვა ადამიანია, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. მათთვის, ვინც დარჩით და ვინც ამოიცანით თქვენი ადამიანი. ეს ადამიანი რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან თავდაჯერებული. თქვენ არ ჩქარობთ, არსად არ გეჩქარებათ, ასე ვთქვათ. თქვენ არ ელოდებით, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობიდან, იცით რას, რაც ჩადეთ ამ ურთიერთობაში, თითქოს თქვენ ამას არ ელოდებით, ან აღარ ელოდებით უკვე. ასე გონი ამ ადამიანს. შეიძლება ეს ასე არ არის ძვირფასებო, თვითონ ფიქრობს ასე. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ის ფიქრობს, რომ თქვენ იმაზე მეც იმსახურებთ, რასაც ელოდებით ან ელოდებოდით მისგან, მაგაზე მეცაც კი იმსახურებთ. თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას, თქვენ იმსახურებთ სრულყოფილ სიყვარულს, სრულყოფილ ოჯახს, სისავსეს, ოჯახურს, ასე ვთქვათ, თლიან შემადგენლობას ოჯახურს, ასევე თქვენ იმსახურებთ, რომ ცხოვრებაში მიიღოთ დამსახურებული, ასე ვთქვათ, თქვენთვის განკუთვნილი ბედნიერება. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ თვითონ შეძლებს, რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, როგორც სასიამოვნო, ასე ვთქვათ, თავგადასავალი. კიდევ რას ფიქრობს? და შეძლებს იმასაც, რომ ამ სასიამოვნო თავგადასავლიდან მას შეძლოს ოჯახში შემოსვლა, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი ფიქრები აქვს, ასე თუ ისე. კარგით, მოდი ვნახოთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. თქვენ შიშობთ, რომ არ განმეორდეს იგივე სცენარი, რაც იყო უკვე. თქვენ შიშობთ, რომ შეიძლება დადგეს არჩევანი არაერთი, შეიძლება მის ცხოვრებაში უკვე არის ეს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სიტუაციები, ყველა შეიძლება არ ეხებოდეს სიყვარულს, თუმცა
მაინც ეს არჩევანს ეხებოდეს, მაგალითად კარიერა თუ სიყვარული, ოჯახი თუ თავისუფლება, თქვენ თუ სხვა და ასე შემდეგ. ამდაგვარი ბევრი არჩევანი აქვს ამ ადამიანს. თქვენ ხედავთ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მარტოც კარგად გრძნობს ასე თუ ისე თავს, რასაც არ უნდა ამბობდეს, რომ დაუშვათ უჭირს მარტოობა და ასე შემდეგ, მაინც თქვენ ფიქრობთ, რადგან ხედავთ, რომ ეს ადამიანი მშვენივრად არის, ასე ვთქვათ, მარტო. ესე იგი, თქვენი აზრი ამ ყველაფერზე არის ის, რომ თქვენ იგივე სცენარს ვერ გადაიტანთ, თქვენი აზრით. თქვენ ეს არ გჭირდებათ და თქვენ ეს დაასრულეთ. იგივე სცენარში რა იგულისხმება ძვირფასებო, რა თქმა უნდა, არ ჩავუხრმავდები, ეს არის პირადი ტარო კონსულტაციის საკითხები და საჯაროდ, შეიძლება მრავალი სიტუაცია იყოს და ყველას ნამდვილად ვერ ავღწერ. კარგით, მაშინ ნახოთ თქვენ მისგან რას ელოდებით. ის კი ფიქრობს, რომ არაფერს აღარ ელოდებით, მაგრამ რეალურად თქვენ რას ელოდებით მისგან. ვინც ჩაიფიქრეთ. პირველ რიგში რაც არის, თქვენ რასაც ელოდებით, არის რომ მან თქვენ უნდა გაგააქტიუროთ, როგორ მისი ასე ვთქვათ, მონატრებით, მისი ნოსტალგიით, მისი ქმედებებით, თუნდაც ეჭვიანობით, თუნდაც რა კომუნიკაციით, რეკვებით, მაგალითად, რო ხშირად დაგირეკოთ, ან მოვიდეს და ასე ვთქვათ, შემოვიდეს თქვენთან ურთიერთობაში, როგორც აქტიური ადამიანი, აი ესე. და შემდეგ თქვენც გააქტიურდებით. აი ეს გსურთ მისგან. თქვენ ფიქრობთ, რომ ესე იგი, კი, შეიძლება გრძნობა არის, ამ ადამიანს აქვს თქვენს მიმართ გრძნობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. გრძნობას უნდა ახდეს ქმედებაც. თუ არ გითხრათ, რას გრძნობს თქვენს მიმართ, თუ არ იმოქმედა, თუ არ გაგრძნობინათ ქცევებით, სიტყვებით, უბრალოდ გულში რას გრძნობს თქვენს მიმართ, ეს თქვენ არ გაკმაყოფილებთ. ამას ფიქრობთ თქვენ. თქვენ გსურთ მოქმედება მისგან. კარგით, ნახოთ, იქნება მისგან მოქმედება, ვიმეორებთ ძვირფასებო, ეს გაშლა კონკრეტული რაღაც სპეციფიური გამოვიდა და ეხება მხოლოდ იმათ, ვისთანაც რეზონირებს, 70% მაინც, 60% მაინც თუ რეზონირებს, რასაც ვსაუბრობ, განაგრძეთ ნახვა, თუ სრულიად განსხვავებულია თქვენი ცხოვრებისგან, რა თქმა უნდა, ეს გაშლა არ არის თქვენზე. ვისთანაც რეზონირებს, ნახოთ მათთვის, თქვენთვის, ვისთანაც რეზონირებს, რა ნაბიჯებს გადმდგამს ეს ადამიანი იაქტიურებს თქვენი, ასე ვთქვათ, გულის მოსაგებად, თქვენს გასახარებლად. იაქტიურებს, ნახოთ ესე 3 თვის განმავლობაში. ძვირფასებო, რა თქმა უნდა, იაქტიურებს, რა თქმა უნდა, ოღონდ, ხა გაგეხმოვანებთ. ესე იგი, ეს აქტიურობა, ძვირფასებო, ეს მისი აქტიურობა არ არის პირდაპირი. ის პირდაპირ არ მოქმედებს, არც საუბრობს, ის საუბრობს მინიშნებებით. ის საუბრობს რაღაც ქვეტექსტებით, ფარული ტექსტებით, პირდაპირ რატომღაც არ ამბობს სათქმელს. იმიტომ რომ რაღაცას მალავს ძვირფასებო, ყველასთან ასე არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ასეა. ბოლომდე არ ამხელს რა ტიპის ურთიერთობა სურს თქვენთან. რეალურად ემოცია, რა თქმა უნდა, აქვს თქვენს მიმართ
და მას სურს თქვენთან ურთიერთობა და იმოქმედებს კიდეც.